მოგესალმებით, მეგობრებო. პატარა ვიდეო მინდა ჩაგიწეროთ განების მმართველი პლანეტა მერკური როგორ მუშაობს ჩვენს პირად რუკაზე. ადრე მაქვს ვიდეოები ცალკე პლანეტებზე, თუმცა კიდევ ცოტა სხვა კუთხით მინდა შემოგთავაზოთ. ვისაც გაინტერესებთ ასტროლოგია, ვინც სწავლობთ ასტროლოგიას, ძალიან ბევრი მეუბნება ხოლმე როცა მოდიან თუნდაც პირად რუკაზე, რა თქვენ ვიდეოებიდან ვისწავლე ასტროლოგიაო და ძალიან მიხარია რომ რაღაცნაირად ასტროფსიქოლოგიის თუნდაც ჩემი არხით გამავრცელებელი ერთ-ერთი კიდევ დამატებით გამავრცელებელი ვარ და უფრო სხვა კუთხით შეიძლება ვანახებ ადამიანებს ასტროლოგიას და დღევანდელი ვიდეოც მინდა კიდე დამატებით ინფორმაციულად მოგაწოდოთ რას უყურებთ გონების მმართველ პლანეტაში. ეს არ არის მარტო ჩვენ შესახებ რომ გავიგოთ ინფორმაცია, სხვა ადამიანები, მაგალითად უახლოესი გარემოცვა, ვინც ყვაშვილები, ნათესავები, მეუღლე, მაგალითად ან მშობლები, როგორ აზროვნებენ, როგორი თუნდაც ხშირად არის ხოლმე რომ ახლა ვუყურებ გონების მმართველი პლანეტა ან თევზებში ან კირჩხიბში ყავს ადამიანს ემოციებში, ემოციურ მდებარეობაში და დაყავთ ასწავლიან ძალით ისე ტექნიკურ საგნებს, რომელიც მაინც არ არის ადაპტირებული ეს გონება ასეთი საგნებისკენ, ხო, თუნდაც და ძალიან კარგად შეგვიძლია დავინახოთ მერკურის მდებარეობაზე, მისი ასპექტების მდებარეობაზე, რა არის უფრო ადამიანისთვის ინფორმაციულად ადვილად ახსაქმელი, როგორ აზროვნებს, მაგალითად, რომ შემდგომ რა ხდება ხა, როდესაც წყლის ნიშანში ყავს მერკური და ჩვენ მათემატიკას ვაძალებთ ბავშვ სიტყვაზე, მას განვითარდება შეფასების პრობლემა, რომ სადღაც არ ვარ ან ჭკვიანი ან არ გამომდის, არ და უბრალოდ სხვანაირად არის მისი გონება მოწყობილი. ხო, იქ გააჩნია ხა ასპექტებს, რა თქმა უნდა და მდებარეობას და მთლიან რუკას ასევე, თუმცა წყლის ნიშნის განება ცოტა სხვანაირად მუშაობს. როდესაც გონების მმართველ პლანეტას აი ჯერო ნიშნით და სახლით შევხედოთ, ვანალიზებთ, მაგალითად, ეს არ არის მხოლოდ აზროვნება. ეს არის ადამიანს როგორ შეუძლია ურთიერთობები ან საკუთარი თავის გამოხატვა შეძლოს საზოგადოებაში, როგორ შეუძლია ურთიერთოს უახლოეს გარემოცვასთან. ან როდესაც ადამიანი მელაპარაკება, ფაქტიურად ის მერკურით მელაპარაკება, ფიქრებში მერკური მონაწილეობს, ხო, როგორ ფიქრობს, რაზე ფიქრობს ხშირად ადამიანი, მაგალითად, რა აწუხებს ფიქრებში ხშირად. აი აქ უკვე მერკური არის ჩართული. როგორ სწავლობს ადამიანი ინფორმაციას, მაგალითად, როგორ შეუძლია ნებისმიერი სფერო, რომელს სფეროშიც ის თვითონ არის, მისი მერკური როგორ რეაგირებს აი ამ სფეროს აღქმაზე და გადმოცემაზე, ხო, მაგალითად. პირველი აი ძალიან ზოგადად რო გითხრათ, მერკური, მაგალითად, წყლის ნიშნებში ან წყლის სახლებში, მე-12, მე-4, მე-8 სახლი თუნდაც, ხო? ან იქ ნეპტუნთან არის შეერთებაში წყლის ენერგიასთან, მაგალითად, თვარესთან არის შეერთებაში გონების მმართველი პლანეტა, ხა ვინც მომყვებით, ვინც ამ დონეზე ერკვევით, ხვდებით ახლა რასაც გულისხმობ, უბრალოდ რას ვაქცევთ ყურადღებას, ხო, აქ მთლიან რუკაში, რომ ეს რუკაში უკვე მუშაობს როგორც ემოციური ინტელექტი, მაგალითად, ან გრძნობელობა შემოდის გონებაში, როდესაც მე მაგალითად ვსაუბრობ გრძნობებით, ან სიტყვები მესმის ჯერ გრძნობაში, აი ხა მეც თუნდაც ცოტა ისე გრძნობელური ურთიერთობა მაქვს, ხოლმე გრძნობებს გამოვხატავ ჩემს საუბარში და მერკური კირჩხიბში ყავს, კი მყავს მარსთან შეერთებაში და მარსი ცოტა ესეთი ენერგიულია, აქტიური არის, უშიშარი არის, ესე რომ ვთქვათ, ამ დროს მერკური კირჩხიბი ცოტა ჩაკეტილი შეიძლება იყოს. საერთოდ რო არ ელაპარაკობდეს, მაგალითად, მერკური თევზებიც იგივენაირად შეიძლება იყოს, აი, რო ადამიანის მოსმენა შეიძლება უყვარდეს, განსაკუთრებით თევზები, რომელიც უფრო ესეთი ნიშანი არის, უფრო აი პასიური კარგი გაგებით, როდესაც დამკვირვებელი შეიძლება იყოს, ხო, მაგრამ აქაც გააჩნია ასპექტებს, როგორი ასპექტები არის, რომელ სახლში არის მაგალითად, მაგრამ წყლის ნიშნებში განსხვავებით მორიელისგან, იმიტომ რომ აი მორიელი როგორ მუშაობს, იცით, კირჩხიბი თუ ემოციური ინტელექტი არის, ეს გრძნობს ადამიანებს, ის უფრთხილდება კომუნიკაციაში ადამიანს, იმიტომ რომ თვითონაც ცოტა ესეთი არის, შეიძლება რაღაც სიტყვების მიმართ უხეშობა არ უყვარდეს, მაგალითად, არ უყვარდეს აგრესიულობა მერკური, როცა კირჩხიბშია, ხო?
და მორიელი აქ ძალიან ინტელექტუალური შეიძლება იყოს, მიმწოლიც იყოს, მებრძოლიც იყოს, ეს განსხვავდება, ხო? თქვათ, აქ კირჩხიბი მთვარისგან, ამიტომ მერკურისგან, ამიტომ ის თუ ჰუმანიტარული საგნები არის უფრო მერკური კირჩხიბისთვის, მორიელისთვის ნაკლებად, ხო? ეს არის ძალიან ღრმა ინტელექტი, კი ემოციური ინტელექტი არის, მაგრამ მას რაღაც საიდუმლოებების ამოხსნა აინტერესებს, ხო? აი კლასიკურად რო გავყვეთ მაგალითად, ხო, აი მერკურის თვითონდებარეობებს, აი ეს ფსიქოტიპი თუ არის მერკური ქალწულში მაგალითად იქ შემოდის ძლიერი დათვლა ინტელექტი, რომ მე ყველაფერი უნდა ავაწყო, ჩემი გონება არის ისე მოწყობილი, რომ კომუნიკაცია, ურთიერთობები უნდა იყოს ძალიან პრაგმატული, ძალიან დეტალებზე ორიენტირებული, ხომ? და არ გამორჩება ესეთ მერკურს იქ ბევრი რაღაცები მაგალითად, მას უფრო შეიძლება თუნდაც ჩემთან რომ მოდიან პირად რუკაზე, მათ მერკურს ვითვალისწინებ, როგორ ვეურთიერთო, როგორ აუხსნა მათ, ხო? ის ვთქვათ, რა ინფორმაციაც არის. ხვდები ხოლმე როგორი სახის ინფორმაცია უფრო აინტერესებთ ვიდრე მაგალითად, ახლა მე მინდოდეს მივეწოდებინოს, ხო, ესე რა თქვა. ამიტომ აი ესე კლასტერებად რო დავყოთ სიტყვაზე, ხო, მერკური სხვადასხვა სტიქიებში, სხვადასხვა ენერგიებში სხვადასხვანაირად ავლენს თავს. ამიტომ არის, რომ ზოგი ადამიანი არის ძალიან გრძნობიარე კომუნიკაციის თუ სიტყვის მიმართ, ზოგი არის ძალიან ისეთ უხეშით შემტევიც, მაგალითად, იმიტომ რომ მათ არ აქვთ ეს ბარიერები შიდა, ხო, მათ არ აქვთ ესეთი სენსიტიურობა აზროვნებაში. ზოგი არის ძალიან ინიციატივიანი და საკმაოდ აქტიურიც, მაგალითად, და ეს ყველაფერი არის ძალიან მკვეთრად კავშირში გონების მართალ პლანეტასთან. ჩვენ როგორ ვსაუბრობთ, როგორი გარემოცვა გვყავს, როგორ ურთიერთობთ ნათესავებთან, ახლობლებთან, თუ არის ხოლმე გონების მმართველი პლანეტა დაზიანებული, ესე ვეძახით ხოლმე დაკვადრატებული, რეტროგრადული, იქ აქ ანუ სადაც არ არის ხოლმე კარგი მდებარეობა, ესეთი ადამიანი შეიძლება ძალიან ისეთი იყოს, უჭირდეს, გამოხატოს თავის თავი, რასაც ფიქრობს, აი რაღაც ის რო გვაქვს განსაკუთრებით სატურნი, მერკური როცა არის ერთად, ხო, ძალიან ბევრი შეიძლება აწონდაწონოს ან იფიქროს, სანამ რამეს იტყვის, ხო, თავშეკავება ძალიან დიდი. ცოტა ენერგეტიკულ პრაქტიკებში ჩავიდეთ, მერკური ცოტა რთულ კომბინაციაში ეს არის სასუნთქი გზები და ხშირად არის ხოლმე ტყუპები და ქალწული მართავს მერკურს და ტყუპები, ეს სასუნთქი გზები არის, ეს ქალწული ეს კოჭაწლავის პრობლემები შეიძლება იყოს უკვე ჯანმრთელობის კუთხით, ხო? ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაზიანებული მერკურის შემთხვევაში შეიძლება განსაკუთრებით კიდევ უფრო მეტად გამოვიდეს ესეთი პრობლემები. ხო, მერკური არ არის ესე ჭყალებში ვიცით ხოლმე ჩვენ ასტროლოგიაში ბოროტი პლანეტა, რომ რაღაცა დიდი ცუდი რამე მოიტანოს, მაგრამ კვადრატები, ნეგატიური ასპექტები, ნეგატიური მდებარეობა, ან პირიქით ჰარმონიული ასპექტები, ჰარმონიული მდებარეობა, ეს ძალიან ეტყობა ადამიანს. როდესაც ჩვენ კომუნიკაციაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს და კომუნიკაციაში იმას კარგულისხმობ, რომ ვერ გამოვხატავ თავს ან გამოვხატავ. აი, განცდადობაში, რომ მე გაგებული ვარ, ეს როგორც წესი ჰარმონიული მერკურის თემა. შეიძლება ფანტასტიკურად ლაპარაკობს ადამიანი, გამოხატავს თავსაც, მაგრამ ქონდეს შინაგანი გაზრდა, რომ ან უახლოეს გარემოცვასთან, მაგალითად, ან ხალხთან, მეგობრებთან, ან სხვადასხვა კუთხით მე არ ვარ გაგებული, ჩემი არ ესმით. აი ეს განცდადება განსაკუთრებით მერკურ-სატურნს ახასიათებს, ხოლმე მერკური-სატურნთან ასპექტში რო არის, ამას ახასიათებს ეს განცდა, რაც გინდა ვთქვა, აზრი არ აქვს, არავინ არ მისმენს. ან არავის არ ესმის, მე რას ლაპარაკობ, რას გამოვთქვა. ეს არის უკვე განცდადობა და უკვე არა მართლა რომ არ ესმით. არ ესმით, რას ლაპარაკობ, ხო? აი ეს მომენტი მერკურ-სატურნს განსაკუთრებით ახასიათებს. ბევრი ლაპარაკი, ბევრი კომუნიკაცია, სულ რო მოთხოვნილება არის კომუნიკაციის ადამიანთან, შეიძლება იუპიტერი იყოს აქ ჩართული მერკურთან და ბევრი ყველაფერი ხა, ან ბევრი კონტაქტები, ან ბევრი ინფორმაცია, ან ბევრი სიტყვები, აი ზოგჯერ არის ხოლმე როცა მერკური არის იუპიტერთან ან შეერთება, ან კვადრატურა, ან ტრიგონი ნაკლებად. შეიძლება საერთოდ ჩუმად ვიყო და
ლაპარაკობდნენ კონსულტაციაზე, უბრალოდ გამოხატავდნენ სულ თავს, ხო? ესეც თერაპიული არის და ესეც მნიშვნელოვანი არის. უბრალოდ აი ეს მოთხოვნილება, რომ მე გამოვხატო ჩემი თავი, იუპიტერი ამას ათითებს. აი ეს არის განსხვავება. რაც შეეხება, როდესაც არის ვერცხლში, მაგალითად, გონების მმართველი პლანეტა, ძალიან გავს ხოლმე, ახლა მე რო გითხარით, რომ მარსი, მერკურის შეერთება მაქვს, ხო, სიტყვაზე ძალიან გავს, აი მერკური, ვერძი ვინც არიან, ძალიან გავართ ერთმანეთს ხოლმე. იმიტომ რომ მარსი ვერძული ენერგია არის, პირველი სახლი ასევე თვით გამოხატვარი, როცა მერკური არის პირველი სახლში და აქტიურად გამოხატავს. ანუ აი ესე მინდა უფრო კლასტერულად გაგიზიაროთ. მერკური ვერძში არის, ან მარსთან შეერთებაში არის, ან კვადრატურა ოპოზიციაში არის სიტყვაზე, ხო? ანუ მარსი თუ ეხება მერკურს, ან მერკური არის ვერძის ენერგიაში ჩართული, ეს ძალიან მსგავსი ენერგია არის. ესეთი ადამიანი არის პირდაპირ პირველ აღმომჩენსაც ვეძახით, ეს არ დაიწყებს იქ იმან თქვა და ამიტომ მე უნდა გავუყვე ამის აზრს. საერთოდ არ აინტერესებს ეს მარსიანული ენერგია, ვერძული ენერგია მერკურთან, ეს ნიშნავს, რომ მე ძალიან დამოუკიდებელი ვარ აზროვნებაში, თვითგამოხატვაში, სწავლაშიც, მაგალითად, ეს არ არის ის, რომ აი დაისწავლოს ვიღაცების აზრი და მე ეს ილაპარაკოს. ვერძული ენერგია ცოტა პირდაპირ არის, დამოუკიდებ, თვითონ აწარმოებს აზროვნებას, ხო? ეს ძალიან ისე გეუბნებით შაბლონურად, ხო, იქ ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება იყოს დამატებით, მაგრამ ყოველ შემთხვევაში რაც არ უნდა იყოს ადამიანს ცდელობა ექნება და შინაგანი გააზრებაც, რომ აი თუ მაგალითად სამსახურში ვიღაცას ჩაგრავენ და ყველა გაჩვენდა და მერკური ვერძი ან მერკური მარსი, ეს პირდაპირ ტყის რასაც ფიქრობს, ხო, ეს გულღიად, გახსნილად ვერძის ენერგია ზოგადად ესეთი არის. სხვადასხვა ასტროლოგიური სკოლა მეწყება ახლა 9 ნოემბერს და ვისაც ეს გინდათ ეს მთელი ასტროლოგიური კომბინაცია ერთიანი კურსი მაქვს. გაიაროთ ოღონდ უკვე თერაპიულად, იმიტომ რომ ჩემი სწავლების მეთოდი არის მთლიან ფსიქოთერაპიულად გავდივართ, თეორია და პრაქტიკა ერთად არის პირადი რუკების გამოყენებით და იქ ფაქტიურად თერაპიულად, აი ამ ასპექტებზე ასტროფსიქოლოგიაში ვაცხოვრებ ამ ადამიანებს, ამ ასპექტებს, ესე რომ ვთქვათ, რომელიც მე თვითონ მაქვს გავლილი, ფსიქოლოგიის სწავლის შემდგომ, რა თქმა უნდა, თორე სხვა სანქციებს გავივლიდი, რომ მე ნახა ისეთი. და აი ამ ყველაფერს გავდივართ უკვე რეალურად, აი რომ შევხედოთ, როგორ მუშაობს ასტროლოგია ფსიქოლოგიაში. ვისაც გაქვთ სურვილი, შეგიძლიათ შემომერთდეთ, იმიტომ რომ ფანტასტიკური კურსი მაქვს მართლა, აი რომ ვყურებდი, თქვა რა აკლდა სასწავლო პროგრამებს ხოლმე ან თვითონ ადამიანებს ცოდნაში რა აკლდათ, აი მთლიანად ჩემი სისტემით არის შედგენილი ეს კურსი. ამ ცოდნიდან გამომდინარეც მე ვატარებ ვიწერ ამ ვიდეოებს თქვენთვისაც, უბრალოდ ვისაც ან არ შეუძლია მოსვლა კურსებზე, ან არ აქვს სურვილი მაინც ამის შესახებაც ჩავიდნენ, მაგრამ სწორად ესმოდეთ ასტროლოგიის, ხო? და აი ეს თემა, თუნდაც მერკური, როცა ვხედავთ იქ ვერც შეყავს ადამიანს, ან მარსთან ერთად არის შეერთებაში, ესეთი ადამიანი არის ძალიან გახსნილი პირდაპირ კომუნიკაციაში, ძალიან დამოუკიდებელი აზროვნებაში, შესაბამისად შეიძლება ნეგატიური ის იყოს შტრიხი, რომ ძალიან ძნელი არის ამ ადამიანის ესე რომ ვთქვათ, განსხვავებული აზრის მოსმენა ამისთვის, ან განსხვავებული შეხედულებების მიღება თუ იქ სასწორი არ არის, მაგალითად კომბინაცია შეიძლება ეს მეშვიდე სახლში ხდებოდეს და მეშვიდე სახლი უკვე აჩვენებს, რომ სასწორული, ეს პარტნიორული ან სხვების აზრის მოსმენის ტენდენცია კონდეს ადამიანს, ხო? ამიტომ უყურებთ სისტემურად მთელ რუკას და არა მხოლოდ ერთ ასპექტს, მაგრამ მაინც როცა არის აქ ვერძული ენერგია შემოსული, ეს ადამიანი არის ძალიან პირდაპირ. ხანდახან ამაზეც სამუშაო არის ხოლმე, რომ მე შემიჩნევია მაგალითად თუნდაც ჩემ თავში, რომ ძალიან მიკურს ხოლმე, რომ წელავენ დროში ისეულიან, ასეულიან, თქვი პირდაპირ, გამოხატე, სიმართლე, სიტყვაზე. და ნუ მოგვარდეს, მაგრამ ხანდახან ესე არ არის ხოლმე. ამიტომ ითვალისწინებთ აი ამ კომბინაციას. მარსიანული ენერგია ეს არის დაუღალავი კომუნიკაცია, ამ ადამიანს შეუძლია ძალიან დიდი ენერგიით ისაუბროს, იქაც ბევრი ასპექტებია, მაგრამ ეს მარსიანული, ვერძული, პირველსახლური ენერგია ესე გვეტყობა ხოლმე, ვთქვათ, კომუნიკაციაში. როდესაც არის კუროში გონების მმართველი პლანეტა, ხო, ესეთი ადამიანი ტოვებს ძალიან მშვიდი
ადამიანის დაბეჭდებას. ის დიდხანს ფიქრობს, თქვა რაღაც გადაწყვეტილების მისაღებად, მას აზროვნებისთვის ჭირდება დრო. იმიტომ რომ კურო ვიცით, რომ ეს დროში არის მოქცეული, ესე რომ თქვა, ეს გაწელილი დრო მოთმინება არის, ხო? და თვითონაც შეუძლია დიდი მოთმინება მერკური ვერძისგან განსხვავებით. ის ძალიან სწრაფი არის, ძალიან ჩქარა უნდა გადაწყვეტილებების მიღება, ჩქარა უნდა პასუხები, მაგალითად მარსთანაც იგივე სიტუაცია არის და მერკური კურო ეს არის ძალიან დინჯი, მშვიდობიანი, თუმცა შეიძლება იქ ასევე ასპექტები იყოს ძალიან აქტიური და ეს უკვე ცოტა შეიცვალოს, ხო? ეს დრაივი შეიცვალოს იქ ან მარსი იყოს ასევე კუროში მაგალითად, თუმცა შეერთება არის აქ მნიშვნელოვანი, უნდა იყოს ან კვადრატურა, უნდა იყოს ოპოზიცია, მაგალითად მორილში თუ არის იქ თქვათ თუნდაც ურანი მაგთაობა და თუნდაც მარსი მაგალითად, მაგრამ მნიშვნელოვანი აქ ასევე რა არის მერკური კუროს შემთხვევაში, მათ არ უყვართ სტრესი. აი, უცებ მითხარი, უცებ საქმე გააკეთე, ეს არ არის კომფორტული მდებარეობა, კომფორტული დრაივი მათთვის და შეიძლება ამ ადამიანმა უბრალოდ კომუნიკაცია შეწყვიტოს შენთან, ან ჩვენ გვქონდეს ამის სრული თუ მერკური ყავს კუროში, რომ მე არ მინდა ნაჩქარები გადაწყვეტილებები, რომელიც არ ამა გათვლილი, ან ნაჩქარები პასუხი მაგალითად, ხო? ეს ადამიანი ძალიან კარგად აზროვნებს, როცა არის სტაბილური მშვიდი გარემო. განსხვავებით მაგალითად მერკური ვერძისგან, ხო? იქ პირიქით სულ დინამიკა უნდა იყოს, სულ სიჩქარე უნდა იყოს, აქ ცეცხლის ენერგია არის და კურო ეს არის სიმშვიდე, ეს არის სტაბილურობა, მე მჭირდება მუშაობისთვის, მაგალითად სამუშაო გარემოსთვის, ან ნათესავებთან ურთიერთობაში, კომუნიკაციისასაც, როცა ხაშეს მერკური ვენერა შეერთებაც გასცათ მუშაოს, ზოგჯერ კარგი ხმა აქვთ, მაგალითად 7 ხმა შეიძლება კონდეს ადამიანს, ეს იყოს მომრიგებელი, დიპლომატიური, ჰარმონიული სხვებთან ურთიერთობაში, ხო? მერკური ვერძისგან განსხვავებით ცეცხლი არის მთლიანად და მერკური კურო, ეს არის კომუნიკაციაში რბილი ვენერასთანაც მსგავსი სიტუაცია არის. რბილი ადამიანი, ჰარმონიაზე ორიენტირებული, მოთმინებით ახსავსე, მაგალითად შეიძლება კომუნიკაციაში რაღაც ცუდი უთხრა და დიდი დრო და გავიდეს, რომ ის მიხვდეს რა მოხდა, ხო? ეს არ არის ესეთ კონფლიქტურ სიტუაციაში სწრაფი გადაწყვეტილებების, აი, უცებ რომ დაგიბრუნოს სიტყვა, მერკურ კურო შეიძლება ეს გაუჭირდეს და მერე განიცდიდეს, რომ აი ეს დავაკელი, ის უნდა მეთქვა, ეს უნდა მეთქვა, ხო, გარკვეულწილად ეს პრობლემა მერკურს ახასიათებს. თუმცა სასიამოვნოები არიან ურთიერთობაში, იმ მხრივ რომ არის მშვიდი, ხა ვისაც სიმშვიდე მოწოს, ეს წარმოწოს შეიძლება იყოს დამღლელი ძალიან, ხო? 7 მისი გადაწყვეტილებები ერთხელ თუ გადაწყვეტავს, ეს უკვე ძალიან მყარი არის. ის აღარ შეცვლის სწრაფად მერკური ტყუპისგან განსხვავებით, მერკური ვერძისგან განსხვავებით, ასევე ის აღარ შეცვლის, ხო, იმ რაღაც გადაწყვეტილებას, ეს არის უკვე ძალიან მყარი. ანუ თვითონ მერკური კუროსთვის აუცილებელი არის სიმყარე. აი სიმყარად უნდა იდგეს თავის აზრებში, თავის ფიქრებში მაგალითად, ხო? თავის გადაწყვეტილებებში, ურთიერთობებშიც მყარი უნდა იყოს, მას არ უყვარს ესეთი ახტომა, ჩამოხტომები, ხო? გარკვეულწილად, ანუ უცებ გადავიფიქრე, უცებ შევცვალე აზრი, თუ პარტნიორი არის ესეთი, მერკურ კუროს ეს გაუჭირდება. და სხვა ნიშნებშიც თუ არის მერკური, ესა კურო, შეიძლება მერკური არ ყავდეს კუროში, მაგრამ ვენერა იყოს კუროში, სხვა ასპექტები იყოს კუროში, ეს ენერგია იქნებათ, მაგრამ მერკური ეს აზროვნება არის, პირდაპირ ურთიერთობა არის. შესაბამისად, მე შეიძლება მომთმენი ვიყო სხვა რაღაცეებში, მაგრამ კომუნიკაცია არის ეს მერკური, ხო, აზროვნება არის, შეთანხმებები არის და აი შეთანხმებებში მოულოდნელობები ან დობის პრობლემა ძალიან რთულად აღიქმება მერკური კუროსთვის, იმიტომ რომ მას სტაბილურობა ჭირდება, ხო? მას ჭირდება დასაყრდენი ურთიერთობაში. ეს არის გასათვალისწინებელი. ვისაც ყავთ მერკური კურო, მაგალითად, ნუ დააჩქარებთ თქვენ თავს, ნუ აყვებით სხევის რიტმს, ყველას თავისი დრო აქვს, ყველას თავისი აზროვნების სტილი აქვს, ხო, თავისი აზროვნების უნარი აქვს და ჩვენ ეს არ არის
ის პლანეტა, რომელიც ჩვენ და დავამუშავოთ, ხო ხდებით? ანუ მერკური კუროსგან ვერ გადავაქცევთ მერკურ ვერტს, ან მერკურ მორიელს, მაგალითად, აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის. თავინახოთ, რომ ეს ჩემი რესურსია, მას შეიძლება თავისი ნაკლი აქვს, რომ უცებ დიდ კამათში ვერ შეებმება. თუნდაც მარსთანაც რო იყოს შეერთებაში, მაინც კურო არის, მაინც კუროს ენერგეტიკა არის და კურო მაინც დროს საჭიროებს, მაინც რაღაცას საჭიროებს ისეთ მოთმინების ვარიანტს დროს, ხო? და შეიძლება უფრო ჩქარია მარსთან, მაგრამ მაინც კუროსებრი არის. და უნდა დააფასოს ის რა რესურსი აქვს, რომ ის არ გადათქვამს თუ ერთხელ რაღაც გათქვა, ანუ ყარები არიან, სანდოები არიან, მერკური კუროები მაგალითად და მათი სიტყვა შეიძლება სანდო იყოს ასე თუ ისე და აი აქ შეიძლება ჩვენ დავეყნოთ იმას, რომ კი არ უნდა ავაჩქარო ჩემი თავი ძალით. მე მჭირდება დრო, განსაკუთრებით როცა ურანთან აქვს ხოლმე ნეგატიური ასპექტი და ამ დროს მერკური კურო არის, ეს ნიშნავს, რომ მე ჩემ უნარებში უკვე კომპლექსი მიყალიბდება, რომ უნდა ვიჩქარო, უნდა გაფიქსე სადღაც, ამ დროს ეს ჩემი დრო არ არის. დამუშავება მანდ ესე ხდება ხოლმე, რომ მე ჩემ დროში ვიყო, თუნდაც გაიწელოს, თუნდაც ამაჩქარონ, მე მაინც იმ დროს ვითხოვ, რა დროც მჭირდება ყოველთვის. ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როცა არის მაგალითად მერკური მეორე სახლში, იგივე, ან ვენერასთან შეერთებაში, აქ ვენერას ხალხში ეს მერკურის ენერგიას იღებს, ეს არის მაინც პრაგმატიზმი, ხო? ეს არის სიყვარულს გრძნობებს უყურებ ძალიან ლოგიკურად, ძალიან პრაგმატულად, ხო? მაგალითად ეხლა არის ტრანზიტული ცაზე, ტრანზიტული ვენერა ქალწულში. და შეგვიძლია აი ვისაც აი ეს ასტროლოგია გაინტერესებთ, ძალიან კარგად დააკვირდეთ. აი ეხლა ჩვენთვის ყველასთვის შეიძლება გრძნობები იყოს ცოტა რაციონალური. აი ანუ მაგალითად ვენერას პერს საზოგადოებასთან ურთიერთობა, ფინანსები არის მაგალითად, ხო? აი ესეთ რაღაცები იღებს ეხლა ძალიან ლოგიკურ, პრაგმატულ ელფერს. აი მაგალითად შეიძლება ეხლა ვერს კონდეს კითხვა, რომ აი ვინც ურთიერთობაში არის, პირად ურთიერთობაში, რამდენად არის ახლა ეს ჩემთვის საჭირო, ან რამდენად რესურსებს სწორად ხარჯავა, ხო? ეს ქალწულური გავლენა არის და მერკური ვენერა მსგავსი ძლევა აქ პრაგმატიზმს და მერკური როცა კუროში არის, ეს არის გარკვეულწილად თვით გამოხატვაშიც ცოტა მერკურიანული თვისება, პრაგმატული, ხო? აი რას მივიღებ მე აქედან? მაგალითად, ხო? ამიტომ მე დაფიქრება მჭირდება, გაანალიზება მჭირდება და ამის მიხედვით შემიძლია მე გადაწყვეტილებები მივიღო, ხო? აი ეს ცოტა სხვა კუთხითაც უმუშავდებათ ხოლმე და მეორე სახლიც იგივე არის, რომ ეს არის ფინანსები და შეიძლება ვაჭრობაში უბრალოდ კარგი შემოსავალი ქონდეს ადამიანს, მაგრამ მეორე სახლი ასევე ფინანსები არის და მერკური ეს ვაჭრობაც არის. რატო არის? რა არის ვაჭრობა? კომუნიკაცია, ხო? იქიდან წავიღე, აქე წამოვედი, მე ურთიერთობები მჭირდება, აი მოხერხებულობა მჭირდება. აი ეს მოხერხებულობა არის მერკურიანული ისტორიები, ხო? და ამას აქვს მნიშვნელობა და მერკური ეს არის, როცა მე მაგალითად ძალიან მჭირდება ისეთ სტაბილური, მატერიალურად სტაბილური გარემო, რომ მე აი შვიდად ვიყო, ხო? მე არ ვშფოთავდი გონებაში, ჩემს გონებაში ძირითადად ფინანსები შეიძლება აქტიური იყოს. მე ვფიქრობდი, ფული ხარ დავკარგე, ეხლა რამდენი არის შემოსავალი, ეხლა ეს ან ფიქრები სად მიდის, ის სახლი არის. და პირველი სახლიც იგივე არის, ჩემი ფიქრები არის, მე რა მინდა, მე როგორ გამოვხატავ თავს, ჩემი ეს ვერძული ენერგია, ხო, იქით თუ გამომრჩა და თუ დავაკელი, ხანდახან არის ხოლმე, რომ იმაზე ცოტა მეტი ისაუბრეთ, ამაზე ცოტა ნაკლები მიუყვები უბრალოდ და სადაც მაგალითად უცებ რაღაცა გამახსენდება ხოლმე, იმას მიუყვები, ისე ვინმე სპეციალურად არ ვაკნინებ ხოლმე. ან რომელიმე ნიშანს, ხო, უბრალოდ და ისე უცებ გაგიტაცებს საუბარი. და ესეც არის გასათვალისწინებელი მერკურის შემთხვევაში. მერკური, როდესაც არის ტყუპებში, მეგობრებო, ხო? საერთოდ ასტროლოგიაში ვეძახით ძლიერ მდებარეობას მერკური ტყუპებში, იმიტომ რომ მერკური არის მოხერხებულობა. ეს არის აი ჩემი გონება, როდესაც აი თუ მერკურის ოპოზიციური ენერგია მშვილდოსანი არის და ის უკვე ბრძენი ფილოსოფოსი არის. მერკური არის აი ესეთი მოსწავლე ახალგაზრდა ტიპაში, ბავშვური ტიპაში, რომელიც აი ფსიქოლოგიური ასაკი მერკურის ეს არის, როცა მე ლაპარაკს ვიწყებ,
მეზობლის ბავშვებთან ცოტა და კომუნიკაცია ვისწავლო მაგალითად, ხო? ცოტა შემდეგი პერიოდი არის სკოლის დაწყებითი პერიოდი მაგალითად. როცა ნათესავებთან ლაპარაკობ, და-ძმასთან ლაპარაკობ, მე სკოლაში შევდივარ, ეს ენერგია არის მერკურიანული ისტორიები. ამიტომ, როდესაც არის მერკური თქვათ ნეგატიურ ასპექტებში, ხო, ეს ნიშნავს, რომ სადღაც მაგ პერიოდში ან მესამე სახლი არ რთულად დაზიანებული, მაგ პერიოდში წამოვიდა რაღაც პრობლემები, ხო, ტრამვები განვითარდა მაგ პერიოდში, აი სკოლის ან სწავლის პერიოდში. თუ არის ჰარმონიულად მერკური, ხო, და ტყუპებში მაგალითად, ხო? ესეთი ადამიანი შეიძლება იყოს ყველაფერი რა ინტერესებს, ძალიან ცნობის მოყვარე არის. მაგალითად სულ თუ განვითარებული მერკური ტყუპი არის, სულ კითხულობენ წიგნებს, მაგალითად სულ ურთიერთობები ჭირდებათ, სულ კომუნიკაცია ჭირდებათ, მაგალითად და ნეგატიურ ვარიანტში ეს შეიძლება იყოს ზედაპირული ადამიანი, რომელიც ყველაფრით ინტერესდება ოღონდ ყვითელი პრესის დონეზე. ან ზედაპირულად, ანუ რაღაც დიდ წიგნს კი არ წაიკითხა, ჟურნალს გადაათვალიერებს უცებ, ხო, ესეც მერკურიანული ენერგია არის ტყუპების შემთხვევაში. საერთოდ აზროვნება მიმართული არის ტყუპების შემთხვევაში კამათზე, მაგალითად, ეს არის ადამიანი, რომელსაც ბევრი რამ აინტერესებს და ბევრი, აი, სუბუქიც არის ურთიერთობებში, ზედაპირული შეიძლება იყოს, კარგი გაგებით ზედაპირულობა, მაგალითად, ხო? აქ შეიძლება ხეთ მე მარსი ტყუპებში და კომუნიკაციაში აი რაღაც რა რართულებ ურთიერთობებს მაგალითად ხო აი რაღაცა მარტივად რომ შეგიძლია მოაგვარო იქ ინფორმაცია იქნება თუ რა იქნება ეს ტყუპური ენერგია არის და მერკური ტყუპებშიც მსგავსი ისტორია არის ესეთი ტიპაჟები არიან რა ამ ადამიანს შეუძლია ძალიან მარტივად სუბუქად შეხედოს სირთულეებს პრობლემებს იქ აი ვერ დაელაპარაკები მერკური ტყუპის ტიპაჟს რაღაცა მძიმე დრამატულ პრობლემებს. თუ დაელაპარაკები, მოგისმენს, გაგიგებს, მაგრამ ცოტა იოლათად შეგახედებს რაღაცებზე, ხო? და ის კარგი კუთხით გულისხმობ. იოლად რა კუთხით, რომ აი კი გასაგებია, მაგრამ მოდი ახლა შენ რას იღებ ამ ყველაფრიდან? მოდი შეხედე ცოტა ესე და მარტივად დაგილაგებს ყველაფერს, ხო? ამით არის მერკური ტყუპებში საკმაოდ კარგი მდებარეობა იმ მხრივ, რომ ადამიანი მერკურის ენერგიას თავისუფლად ავლენს, მას შეუძლია მარტივი კომუნიკაცია, მარტივად მიიღოს ინფორმაციები, ცნობის მოყვარეობიდან გამომდინარე, მაგრამ ფსიქოტიპი მერკური ტყუპის ეს არის მაინც უფრო ჰაერი, ბავშვური, ეს არის მარტივ კომუნიკაციაში, სიმარტივეს იცით რას გულისხმობ აქ ამ შემთხვევაში, აი მარტივად რო გამოდის რაღაც ჩემში აზრები, აი ტვინი რო პირდაპირ შეერთებულია ენაზეო, ასეთ რაღაცას ვიცახით. აი პირდაპირ ძალიან ადვილად გამოხატავს, რასაც ფიქრობს, მას არ სჭირდება ბევრი მსჯელობა, როგორც მერკურ კუროს სჭირდება, ხო, იქ ბევრი გადაწყვეტილების მიღება, ძალიან სუბუქად მიიღებს გადაწყვეტილებას, სუბუქად დაურეკავს რაღაცას და ეკონტაქტება, რაღაცას კითხავს, არა აქ ამის პრობლემა, ხო? როცა არის მერკური მაგალითად მესამე სახლში ესეც იგივე ენერგია არის ეს ადამიანი არის მოთხოვნილება აქ ტელეფონზე ლაპარაკობდეს ნათესავებთან კონტაქტზე იყოს კაფეში მეგობრებთან ერთად ხშირად იყოს სულ ურთიერთობები ჭირდება ხო მას მისი გონება მისი ფიქრები არის ორიენტირებული სულ ანალიზზე ახალ ინფორმაციაზე ურთიერთობებზე, ხო? ვისთან როგორ ვლინდება, გააჩნია მერე მან უკვე მთლიან რუკაში რა ხდება ადამიანთან. ნეგატიური თვისება, მერკური კუროსი, ეს შეიძლება იყოს ასევე სიღრმის უქონლობა. აი მაგალითად რაღაც არის ჩასაყრმავებელი, თუმცა აქაც შეიძლება იქვე მთვარე არის, შეიძლება მეოთხე სახლშია მერკური ტყუპებში, შეიძლება არის მაგალითად მერვე სახლში და სტრუქტურას იცვლის, მაგრამ მაინც ეს არის უფრო ორიენტირებული რაღაცები რომ მარტივად მოვაგვაროთ. ზოგისთვის ეს ძალიან კარგი ბონუსია, მაგრამ არის პროფესიები და არის სფეროები, რომელიც ეს არ გამოგვადგება, ხო, რაც არ უნდა ინტელექტუალური იყოს მერკური. მესამე სახლში შეიძლება ადამიანი ძალიან კარგი იყოს სტრატეგიულ კომუნიკაციაში, როგორც პროფესიული კუთხით ტყუპებშიც ანალოგიურად შეიძლება ჟურნალისტიკა აინტერესებდეს, შეიძლება სოციმედიაში იმ კუთხით იყოს, რომ აი
მაინტერესებდეს აქ თუ მე-11 სახლია განსაკუთრებით, IT სფერო, კავშირგაბმულობის თემები მაგალითად, მწერლობა აინტერესებდეს, ან კომუნიკაცია, მწერა, აზრის გამოხატვა, რაც არის ამ სფეროში იყოს ენერგია გონების მიმართული, ხო? ახლა ერთსაც მერკურ კირჩხიბსაც გავაკეთებ პატარა აქცენტს და მე უკვე შემდეგ ვიდეოებში შემოგთავაზებ ცხა ზოდიაქოებზე, რომ არც ერთი არ დამეკარგოს, ესე რომ ვთქვათ, ცოტა განვავრცო. მერკური როცა არის კირჩხიბში, აქ ტყუპებისგან განსხვავებით, უკვე არის ემოციური, მგრძნობიარე ინტელექტი. მე ვისაც ვაკორდებოდი ფსიქოლოგიაში არიან ხოლმე წამყვანები მერკური კირჩხიბები, თერაპევტებიც ძალიან ხშირად, ვინც კი მხვდებოდნენ მერკური კირჩხიბები იყვნენ. მაგალითად ბავშვებთან პედიატრები არიან, თუ ბავშვებთან მუშაობენ, თუ მაგალითად ესეთ სფეროებში არიან, რომელიც ემოციებს გაგებას საჭიროებს, ეს მერკური კირჩხიბის თემა არის. მერკური გონების მმართველი პლანეტა მთვარის ენერგიასთან შემოდის, ხო? იგივე მთვარე მერკური თუ ერთად არის, მსგავსი შემოდის. ემოციური დაფარულს მიღმა რაღაცების გაგება რო გვინდა. ადამიანის სიტყვები კი არ მოდის როგორც ტვინში, როგორც მერკურ ქალწულს აქვს, მაგალითად ციფრებით რომ მოსდით ინფორმაცია, გრძნობების სახით მოდის, ემოციური ინტელექტუალური მონაცემები არის აქ. ადამიანის შეგრძნებებზე უფრო არის აქცენტირება, აი როგორი ტემბრით ლაპარაკობს ადამიანი, მისი სხეულის მდგომარეობა კომუნიკაციაში რა პოზიციაში არის მაგალითად. ამიტომ ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი საუკეთესო კომბინაცია არის. შეუძლიათ სიტყვიერი თანადგომა ემოციურად, აი შენ რაღაცას უყვები, მას შეუძლია მოგისმინოს, გიგრძნოს და სიტყვით დაგამშვიდოს, ხო ეს მერკური კირჩხიბის, მერკური მთვარის შეერთებაში, მერკური მეოთხე სახლის ისტორიაში მსგავსი არის. ეს არ არის ადამიანი რომ მაგალითად გეკამათოს ან პრაგმატულად ჩამოგილაგოს ესე, არა მას წინ ემოციები აინტერესებს, ხო? და ასევე მასაც აინტერესებს რომ მისი ემოციაც დაინახონ და გაიგონ, ხო? მისი ემოცია ის არის სიტყვა, სიტყვით გამოიხატება მისი ემოციები, ძალიან კარგად გამოხატავენ პედაგოგიკაში, ძალიან კარგები არიან მერკური კირჩხიბები, იმიტომ რომ კარგად შეუძლიათ აუდიტორიასთან კონტაქტი ემოციურად, მაგალითად გრძნობადი მხარე აქვთ ძალიან ძლიერი. ნეგატიური მხარე არის ხანდახან ჩაკეტილობა კომუნიკაციაში, თუ მარტო არის მერკური, იქ არ არის მარსიანული ენერგია, იქ არ არის პლუტონმა იცის ჩაკეტვა, მაგრამ აი ეს პლუტონი მაინც ისეთი ტიპაში არის, რომ აი შეიძლება აი პლუტონი მერკური შეერთება, აქ ამ შემთხვევაში ხო ხა ეს თაობა არ არის, მაგალითად ხა პლუტონი კირჩხიბში როდეს იყო, მაგრამ სიტყვაზე რო გეტყვათ, მოდი აი ვთქვათ, ესეთ ნეგატიური ასპექტი პლუტონი მერკურის, ხო, აქ ამ შემთხვევაში, ეს თუ შეიძლება რომ მე რაღაც სიღრმეში რაღაცებს ჩავიხვე, მაგრამ არ ვიტყვი, რაღაც დაფარულებს ხედავ, ხო? მაგრამ ესეთი ისიც არის, ძალაც არის, ხო, კომუნიკაციაში. აი თუ არ არის ესეთი მარსიანულ აგრესიული ფონი, და შეიძლება იყოს მორცხვი ადამიანი, ჩაკეტილი, მას ერიდება სიტყვის თქმა, იმიტომ რომ აქაც ის არის, რაღაცა რო უხეშად ითქვას, ამ ადამიანს ემოციაში მოხვდება სიტყვა და ემოცია ერთად აქვს გაიგივებული. ამიტომ როცა ვხედავ ხოლმე მერკური არის აქ კირჩხიბში, მთვარე არის ზოგადად კირჩხიბში, მაგალითად, განსაკუთრებით მერკური, სიტყვებთან უნდა ვიყოთ ხოლმე ყურადღებით, ხო? ან ჩვენ თუ ყავს ეს, უნდა ვიცოდეთ, რომ არ შეიძლება ყველაფრის ახლა ვიღაცას არ აქვს ეს მერკური და იმან არ თქვა ესე, ხო? არ უყვართ კონფლიქტები და ჩხუბი, მერკური ვერძისგან განსხვავებით ის ძალიან კამათზე ორიენტირებული არის, ძალიან შემტევი და აგრესიული არის და არც ჩხუბის ეშინი არც არაფრის. მაგრამ ჩხუბი იცით რა კუთხით გულისხმობ, აი ჩვენი საზღვრების დაცვისთვის რაც არის აუცილებელი, ხო ახლა აგრესიულობას და თავდასხმას აქ არ გულისხმობ. მერკური კირჩხიბი მაინც დაფარული არის, არ უყვარს მას კონფლიქტები, თუ რაღაცას უხეშად იტყვის, გრძნობს ამას, მაგალითად და სხვა ადამიანის შეგრძნებას გრძნობს, აწყინინა, არ აწყინინა, ამას გრძნობს ეს ადამიანი, მაგრამ ასევე თვითონაც არის მეტად მოწყვლადი. ფსიქოლოგიურად და ემოციურად, ხო? ასევე ესეთი ადამიანი ძალიან
კარგ კომუნიკაციაში შედის უახლოეს გარემოცვასთან, ან პირიქით ნაწყენი არის ხოლმე ძალიან ხშირად, ხო? იმ კუთხით, რომ აი ჩემთან თუ არის დაზიანებული მაგალითად მერკური ამ შემთხვევაში გულისხმობ თუ არის მძიმე ასპექტებში, მაგრამ მეორეს მხრივ კარგი გონება არის თვით ჩაღრმავებისთვის, მაგალითად თვით რეფლექსიისთვის ძალიან კარგი მერკური არის, ურთიერთობებში იყოს უფრო ფსიქოლოგიურად მხარდამჭერი მეგობრებში, პარტნიორებთან, მაგალითად მეუღლესთან, მშობლებთან ფსიქოლოგიური, აი ყველა შენთან უდის და შენ თავის ემოციებს გიყევა, ხო? ოღონდ აქაც არ უნდა იყოს ეს გადაჭარბება, იმიტომ რომ სიტყვები ნეგატიური განსაკუთრებით, ნეგატიური ემოციები ისეთ მეტად მას ხვდება, იმიტომ რომ სენსიტიური არის კირჩხიბი ზოგადად, შეიძლება ადვილად დააშინო მაგალითად სიტყვებით, ან ადვილად დატრამბო სიტყვებით, აი თუ ძალიან უხეშ კომუნიკაციაში შეხვალ, მასთან ეს ძალიან ჩაიკეტება, არაფერი შეიძლება არ გითხრას, მაგრამ დობას დაკარგავს შენთან, იმიტომ რომ კირჩხიბი ჩვენთან ეს არის უსაფრთხოება, ეს არის თავდაცვა და იკეტება. აი საკუთარ ნაჭუჭში იკეტება ადამიანი და აღარ გამოვა შენთან კომუნიკაციაში უბრალოდ, ხო? ან უბრალოდ დამკვირვებელი არის სხვებთან, თუ უბრალოდ მერკური არის, დამკვირვებელი არის სხვებთან და შეიძლება კონდეს ესეთი თავდაცვითი ის რომ ჩემი სიტყვა რო ითქვას აქ ისინი ვერ გამიგებენ ეს უკვე ძალიან ესეთი რთულად ან დაზიანებულ მერკურთან არის ეს რომ აზრი არ აქვს რამე ვთქვა იმიტომ რომ მე შეიძლება უხეშად რაღაც მითხრან და ვერ გამიგონ უბრალოდ ვერ გამიგონ ხო ჩემი ან ემოციების ვერ გაიგონ ან ჩემი გრძნობების ვერ გაიგონ იმიტომ რომ ეს სიტყვიერი კომუნიკაცია არის ყველა ვარიანტში მაინც ეს არის ზნობიარე ადამიანი ეს არის ემპათიური ადამიანი, ფსიქოლოგიური ადამიანი, ფსიქოლოგიური უნარების მქონე, ცოტა შეიძლება იყოს თავდაცვაშიც კომუნიკაციაში ჩაკეტილი ურთიერთობებში ნდობის საკითხი იყოს მისთვის მნიშვნელოვანი მაგალითად, აღარ აქაც რა თქმა უნდა ასპექტებს უყურებთ, ხო? აქ მნიშვნელოვანი არის მაგალითად რა შემოდის, რა ასპექტები, მერკური თუ არის მაგალითად ურანთან ნეგატიურ ასპექტში, ეს არის ჩაკეტილი, მაგრამ შფოთიანი ადამიანი, ხო, სადღაც. თუ არის სატურნთან ნეგატიურ ასპექტში, შეიძლება იყოს დეპრესიული პერიოდულად, ან საკმაოდ ესეთი ფსიქოლოგების ცხდებიან ძალიან სერიოზულად, იმიტომ რომ ემოციებზე მუშაობა არის ესე კოგნიტურად საჭირო, ხო, მერკურიანულად და დავალაგო ჩემი ემოციები და ეს ინტელექტუალურ უნდა დავარგო. აქ სცენარს გაჩნია, ვინ როგორ აზროვნებს, ვის როგორი პოტენციალი აქვს, ვის როგორი რუკა აქვს, მაგრამ სატურნი რო შემოდის, აქ სტრუქტურა არის ადამიანისთვის მნიშვნელოვანი. მე უნდა გავერკვე ჩემს ემოციებში ინტელექტუალურად, მაგალითად, იმიტომ რომ მერკური ინტელექტი არის. მერკური აი დაალაგე, აი რაღაცის დაწყობა რომ მინდა ფორმულებში და სატურნი ამას ამძაფრებს, იმიტომ რომ სატურნის საერთო ფორმულები არის, ხო? ამიტომ ვითვალისწინებთ ბავშვს თუ ახლა მერკური კირჩხიბში, აქ არ ვაძალებთ ჩვენ მათემატიკას, ან აი ისეთ საგნებს, რომელიც მერკური ქალწულს უნდა ვთხოვოთ, ან მერკური თხისქას უნდა ვთხოვოთ, ხო, მაგალითად, ეს არის ძალიან გრძნობიარე ბავშვი, რომელსაც თუ შენ ანუ დაუყვირებ, ანუ ხეშად რაღაცას ეტყვით, ძალიან მოხვდება. აი მე მერკური მყავს კირჩხიბში და რომ თუმცა მე-11 სახლში და ის ძალიან თავისუფალი და თავისთვის არის, მაგრამ რო დავდივარ ქუჩაში და ბავშვს ძალიან დაუყვირებენ ხალხა. მე არ მქონდა ესეთი სიტუაციები ბავშვობაში ხა. მაგრამ აი ისე გულზე შეიძლება მოხდება ის სიტყვა, უხეში ტონი, აგრესია, აი ბავშვისთვის ეს ხო საკმაოდ რთულად აღსაქმელი არის და აი გრძნობთ მერკური კირჩხიბი. მერკური თევზებიც მასე არიან, მართალობით ხარ, მაგრამ კირჩხიბი აი პირდაპირ თითქოს აი შენს პირად სივრცეს არ ხვევენ. ბავშვისთვის ესე აღიქმება ყოველ შემთხვევაში, ეს ძალიან გრძნობს. ახლა მერკური თხისქა ამ შეგრძნებებში არ გავიდეს გაჩნია იქ თუ რაღაც ასპექტები არ არის, ხო? ამას ვაქცევთ ყურადღებას. მე პირველ რიგში განსაკუთრებით ბავშვების რუკას რო ვაკეთებ ხოლმე, უყურებ კომუნიკაციის პლანეტას, როგორ აქვს მაგალითად ურთიერთობები
გარშემოყოფებთან, ნათესავებთან, თუ შავი მთვარე შემოდის გონების მართულ პლანეტასთან, ეს საერთოდ თვითდეზინფორმაცია არის, ეს არის ინტრიგები, ან მიმეხლართავ ინტრიგებს, ან მევხლართავ, ან რაღაცა უაზრო სიტუაციის მოტყუების მასში აღმოჩნდი ხო, გარემოში აღმოჩნდი ხო, ეს ლილითმა უკვე ესეთი საცდურები იცის, მაგრამ მოვიდა ჩემი ქალბატონი. მაგრამ ზოგადად მან ყურებ ბავშვი უკვე მერკურთან როგორ არის ხო, როგორ ეკონტაქტებიან, როგორ უნდა ეურთიერთო ასეთ ადამიანს, როგორ არის მისი გონება ადაპტირებული, როგორი ემოციებით არის, შეიძლება იქ პრაგმატული გონება იყოს, შეიძლება იმპულსური გონება იყოს, კამათზე ორიენტირებული, შეიძლება აი ეს სიმშვიდე, როდესაც ყუროს სიმშვიდე კონდეს ადამიანს და აკვაჩქარებთ და მე ეს პრობლემებში გადავიდეს მაგალითად, ანუ ადამიანის გაგება, ესე ცალ-ცალკე პლანეტების შეხედვით ძალიან დიდ შედეგს გვაძლევს და უფრო კარგად ურთიერთობთ მათთან, უფრო ადამიანთან ან შვილებთან, ან უახლოეს გარემოცვასთან, თუ ვიცით, მათი აზროვნების უნარები, მათი ინტერესები, მათი ფიქრები მაგალითად გაცილებით უფრო კონტაქტზე გავდივართ, იმიტომ რომ მერკური ეს კონტაქტი არის, რამდენად ჩვენ ურთიერთობთ გარე სამყაროსთან. შავმთვარე მიცის უფრო ენერგეტიკულ დონეზეა ჩაკეტილი, შეიძლება ვlapარაკობ, ან ურთიერთობაში ვარ, მაგრამ ენერგეტიკულად ვიკეტები რაღაც სფეროსგან, ხო და პლანეტარული ენერგია ეს არის თვითონ როგორ გამოვხატავ აი ამ ჩემს აზრებს, ფიქრებს და ურთიერთობებში როგორ ვიშლებ. ამიტომ ნიშნებს, სახლებს, ასპექტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, აქ ხედავთ ადამიანს უკვე როგორ ეურთიერთოთ, ხო? და ეს მინდოდა მეთქვა დღევანდელ ვიდეოში, თუ მოგეწონათ ვიდეო შეგიძლიათ მეწონათ, კომენტარები დაწეროთ, შემდეგ გავაგრძელებ ამ ციკლს, ნელ-ნელა პლანეტებს მიყვები, ვისაც გაქვთ სურვილი უკვე ფსიქოთერაპიულად იმუშაოთ პირად რუკაზე, შეგიძლიათ მომართოთ პირად რუკებზე. ვისაც სწავლა გინდათ ასტროლოგიის, ასე შეგიძლიათ მომართოთ 9 ნოემბერს გვეწყება ახალი კურსი, წელიწადში ორჯერ ვაკეთებ ხოლმე ამ კურსს და მთელ ჩემს გამოცდილებას ვაზიარებ ხოლმე უკვე რეალურად და ახლა ვიდეოებში ბევრ რაღაცებს არ ვამბობ, იმიტომ რომ უნდა ვხედავდე ადამიანს, უნდა ვიცოდე ველი უნდა იყოს ხო ესეთი შეკრული, სადაც შემეძლება მე გავიხსნა, ესეც მერკური კირჩხიბი არის ეს თემაც. ასე რომ შემოგთავაზებთ კიდევ ვიდეოებს და წარმატებები მეგობრებო დროებით.